გვერდს ვერ აუვლით სესილია თაყაიშვილის, რომელმაც გენიალური სახე შექმნა აი ამ ჭორიკანა მეზობელი ვასასის, რომელმაც ყველაფრის საქმის კურსია, ყველაფერი იცის და მე შევხვდი რამდენიმე თვის წინ სესილია თაყაიშვილისა და ვასო გოძიაშვილის შვილიშვილის ნატა გოძიაშვილს, რომელსაც ვკითხე ეზო სხვათა შორის ეს რა თქმა უნდა სესილია არ ცხოვრობდა ბარათაშვილის ქუჩაზე, ვაკეში იყო მათი ცნობილი ეზო, სადაც მიხეილ თუმანიშვილი წეროს ვარსკვლავური კორპუსი ის იყო თუ იყო კი ბატონო ის იყო ვარსკვლავების კორპუსი ნამდვილად და აი იმ ეზოში გავს რაღაცით ფაქტურა იმ ეზოს სადაც ფილმი არის გადაღებული და სადაც სესილია რეალურად ცხოვრობდა და ნატა გოძიაშვილს ვკითხე რომ რამდენად იყო ვასასი სესილია რეალურ ცხოვრებაში ამაზე გვიპასუხა და ასევე ცნობილი ფაქტია ის რომ როდესაც სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა აი ამ სამგლოვიარო კოლონას უკან მისდევდა ტაქსის მძღოლები მანქანები და ასიგნალებდნენ. აი, რატომ მოხდა ეს? ამაზე პასუხს სწორედ ნატა გოძიაშვილი გაგცემს და მოვისმინოთ ეს ეპიზოდი. ჩემი საქმე მე ვიცი, ბიცოლა ვასას. ბიცოლაო? ვირა, შენი ბიცოლა. ირა მაზდიშვილი გამოვეწყადა. ბიცოლა, ხულიგან. სესილია როგორც ჩვენ ეზოში ჭორიკანა ვასასი რო არის, ისეთი არ იყო, მაგრამ ყველა ოჯახში რა ხდებოდა, ვინ ქორწინდებოდა, ვისი დაბადების დღე იყო, თუ კი რომელიმე ოჯახს რაიმე პრობლემა აწუხებდა, ან ონკანი გაუფუჭდებოდა, ან თქვა ხე იყო, რაღაცა ისე არ იყო, აუცილებლად მომართავდნენ სესილიას და ის ყველაფერს საქმეებს აგვარებდა. ანუ ამ ეზოს ისე გამაზებულად რომ თქვა კომენდანტი იყო ამ ეზოში. ვერ გამიგია ვინიცაც უფლება კარები გაჭრა. ალბათ ისეც რაც არაბითარი უფლება არ აქვს, არაბითარი განამტკიცე. მასალა თავად მოუვიდა. მასალია, ვისაც კი მოეპრიანება, ყველამ თუ თავის წებაზე ჩახა, ეს კედლები სახლი მალე თავზე დაგვენგრება. ყველა ოჯახის გვერდში მდგომი და მეგობარი. აი თქვენთვის იყო მესაიდუმლე, აი თქვენ პირადად მარტო ჩემთვის არა, ჩემი მეგობრებისთვის, ყველა ჩემი მეგობარი მეგობრობდა სესილიასთან. სხვათა შორის ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. თუ კი რომელიმე ჩემი ავხანაგი ან ვინმე ბიჭი ეპრანჭებოდა, ან რაღაცა ესე სასაკრეტო რაღაცა, ჩემგან დამოუკიდებლად მოდიოდნენ, ესაუბრებოდნენ, ის უწყუტავდა, მერე ჩუმად შეხედავდა იმ ბიჭს, მოეწონებოდა, არ მოეწონებოდა. იმას გერჩი რომ ჭკუით იყავი. ხომ იცი რაც ამ ეზოში ხდება, ყველაფერი მე მეკითხება. შეგონია ვერ ხედავ? ბრმა ხوارავა რო ვერ ხედავდი, თუ დივით რო დაგდეს ეს ვაჟბატონი. მოკლედ ყველაფრის საქმის უში იყო, არა მარტო ჩემი დის ცხოვრებაში ჩახედული იყო, ჩემ ცხოვრებაში ჩახედული იყო და ძალიან თავდადებული ბებია იყო, ერთგული, უერთგულესი. რა მოგივიდა გასწრე და ვაცალე ლაპარაკი. ვაცალე ბატონო, ვაცალე. რა იყო რა? საქმე მაქვს, შეკალო, საქმე. საქმე კი არა ის არა, ოფ. სესილიას ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ტაქსისტებთან. ტაქსში რო ჯდებოდა, აი გაღმერთებდნენ ეს ტაქსისტები, რამდენჯერ ფული არ სუეჩხუბებოდა, რომ შენო შრომოფო იმისთვის, რომ სახში 2 კაპიკი წაიღო და მე ფულს არ მახტევინებო და ბოლოს უთხრა, რომ ძალიან გთხოვო, მე რო გარდავიცვლებიო, პიპინით გამასვენეთო და მართლა ესე რო გაასვენეს, რაღაცა ტაქსისტები მოდიოდნენ უკან და ასიგნალებდნენ და ესეც რაღაცა ძალიან ისეთი მომენტი იყო გულის ამაჩუყებელი. აი ასეთ საოცარი ისტორიები მოგვიყვა ნატა გოძიაშვილი. ეკრანზეც და ცხოვრებაში. ცხოვრებაში აღმოჩნდა რომ ყველაფერს ასწრებდა, იმიტომ რომ შვილიშვილები ამბობენ რომ მან მთელი ცხოვრება ჩვენ მოგვიწყვნაო და როცა სესილიას როლებს უყურებთ, გგონია რომ კარიერის გარდა სხვა არაფერსთვის რომ ინტერესებდა. ხო და აი ეს რა ყველაფერს მოასწრებ თუ გინდა რა.